გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო. დიდი გამოხმაურება მოყვა ჩემს დამზადებული ბეჭდებს, თუმცა ერთი პატარა პრობლემა წარმოიშვა საზოგადოებაში. ანუ ბევრმა არ იცის თავისი თითის ზომა. ეხლა მე მინდა გასწავლოთ სახლის პირობებში თუ როგორ გაიგოთ თქვენი ზუსტი თითის ზომა. ამისათვის დაგვჭირდება ესეთი სახაზავი, ნებისმიერი სახაზავი. შეგიძლიათ ესეთი სახაზავი აიღოთ რა. და აუცილებელია გქონდეთ ისეთი ბეჭდი, რომელიც სიტყვაზე გერგებათ რა. ანუ მე ახლა ეს არ მეკითხა. ანუ განახებთ. ვნახე ახლა სიტყვაზე ბეჭდი, რომელიც მე მერგება. შემდეგ რას ვაკეთებთ? უყურეთ და დაიმახსოვრეთ მეგობრებო. ახალს შემდეგ უნდა დავდოთ ესე რა 0-ზე. და უნდა დავითვალოთ მილიმეტრები. შიგნითა დიამეტრი აუცილებელია რომ ბეჭდი იყოს შუაში რა, გათანაბრებულად რა, ხო ხვდებით? და უნდა დავითვალოთ ეს 10 მილიმეტრი, ანუ 10 მილიმეტრი არის 10 ზომა. ეს 15 მილიმეტრი, 15 ზომა, შემდეგ 16, 17, 18, 19. 19 მილიმეტრია შიგნითა დიამეტრი, ხო ხვდებით? ანუ ვიღებ შემდეგ საზომს და ვნახოთ რამდენი არის. ზუსტად 19 არის მეგობრებო. ეს ბეჭედი. ესე შეგიძლიათ გაიგოთ თქვენი თითის ზომა. სხვა ბეჭედი მაქვს ახლა, სხვა მაგალითი ვნახოთ. ვდებთ ესე. როგორ მინდა კარგად რომ გამოჩნდეს. ესე ჩანს, კარგად. ვიღებთ ესე ვასაშუალებთ და ვითვლით რამდენი არის აქ. ეს არის 15, 16, 17, 18. 18 ოდნავ მეტი არის 18-ზე რა. 18 ნახევარი. იქ ნახევარი მილიმეტრი უკვე ნახევარი ზომა არის. 18 ნახევარი მეგობრებო. მოკლედ ესე შეგიძლიათ რომ გაიგოთ თქვენი თითის ზომა. მოკლედ ესე უნდა გაიგოთ ჩემო მეგობრებო თითის ზომა. მადლობა ყურადღებისათვის, გადააზიარეთ ეს ვიდეო და იმედი არის გამოგადგებათ.